საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია სილქნედი. ჩვენი გაკვეთილის თემაა ორი წრეწირის ურთიერთგანლაგების შემთხვევები. აი ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს წინასწარ და ახაზული გვაქვს ყველა შემთხვევა ორი წრეწირის ურთიერთგანლაგებისა. წინასწარ შევთანხმდეთ, რომ O1 და O2 წერტილებით არის აღნიშნული წრეწირების ცენტრები, R1 და R2 გვაქვს წრეწირების რადიუსები და O1, O2 მანძილს ვეძახით ჩვენ ცენტრებს შორის მანძილს. განვიხილოთ ახლა პირველი შემთხვევა. შევადაროთ ცენტრებს შორის მანძილი O1, O2 რადიუსების ჯამს. ძალიან კარგად ჩანს აქ, რომ O1, O2 ცენტრებს შორის მანძილი უფრო მეტია ვიდრე R1-სა და R2-ის ჯამი. დავწეროთ, მეტია R1 პლუს R2-ზე. ახლა განვიხილოთ ასეთი შემთხვევა, როდესაც ეს გქონდა შემთხვევა, როდესაც წრეწირები ერთმანეთს არ ეხებოდნენ, საერთო წერტილი არ ჰქონდათ და ერთი წრეწირის ყველა წერტილი მეორე წრეწირის გარეთ მდებარეობდა, ხო? ახლა ასეთი შემთხვევა განვიხილოთ, როდესაც ორ წრეწირს ერთმანეთს კვეთს ორი წრეწირი და აქვს მათ ორი საერთო წერტილი. აი ეს წერტილები A წერტილი და B წერტილი. ახლა შევადაროთ O1, O2 მანძილი აი ამ რადიუსების ჯამს. აქ ჩვენ გამოგვადგება ისევ სამკუთხედის თვისება, რომ სამკუთხედის ერთი გვერდი სიგრძე ყოველთვის არის უფრო ნაკლები დანარჩენი ორი გვერდის სიგრძის ჯამზე. მაშინ თუ აი ამ სამკუთხედს განვიხილავთ O1, A2 სამკუთხედს თუ განვიხილავთ, O1, O2-ისთვის დაიწერება ასეთი უტოლობა. O1, O2, აი ეს გვერდი არის უფრო ნაკლები ვიდრე რადიუსების ჯამი. ამ შემთხვევაში სამკუთხედის გვერდები გვაქვს, ხო? R1 პლუს R2. ახლა განვიხილოთ ასეთი შემთხვევა. როდესაც ერთი წრეწირი მეორეს გარეთ მდებარეობს, ყველა წერტილი გარდა ერთისა, მათ აქვთ ერთი საერთო წერტილი. ამ დროს ვადარებთ ახლა O1, O2 მანძილს, ცენტრებს შორის მანძილს, ვადარებთ რადიუსების ჯამს. აქ უკვე ძალიან კარგად ჩანს, რომ R1-ს მივუმატოთ R2 არის თვითონ ცენტრებს შორის მანძილი. დავწეროთ ახლა ეს O1, O2 არის ტოლი R1-სა და R2-ის ჯამისა. ახლა ასეთი შემთხვევა განვიხილოთ. ნახეთ, ისევ ერთი საერთო წერტილი აქვთ, მხოლოდ ამჯერად ამ ნახაზიდან განსხვავებით, ერთი წრეწირის ყველა წერტილი მეორე წრეწირის შიგნით მდებარეობს და მათ აქვთ ერთი საერთო წერტილი, როგორც ვთქვით, ხო? ახლა ვადარებთ ისევ O1, O2 მანძილს, ცენტრებს შორის მანძილს. შეხედეთ, O1, O2 მანძილი არის დიდ რადიუსს გამოკლებული პატარა რადიუსი. აი ეს ხომ არის პატარა რადიუსი. დიდ რადიუსს გამოკლებული პატარა რადიუსი. მაშინ დავწეროთ ტოლობა, რომ O1, O2-ის სიგრძე, აი ეს ტოლი არის დიდ რადიუსს გამოკლებული პატარა რადიუსი. ახლა ასეთი ნახაზი განვიხილოთ, როდესაც წრეწირებს საერთო წერტილი არ აქვთ, მხოლოდ აი ამ შემთხვევისგან იმით განსხვავდება, რომ ამ ნახაზზე ერთი წრეწირის ყველა წერტილი მეორე წრეწირის შიგნით მდებარეობს. ახლა განვიხილოთ, ამ შემთხვევაში გვექნება, რომ O1, O2 მანძილი, ცენტრებს შორის მანძილი არის უფრო ნაკლები ვიდრე R1-სა და R2-ის სხვაობა. დიდ რადიუსს გამოკლებული პატარა რადიუსი. ახლა შევხედოთ ამ ნახაზს. ნახაზზე წარმოდგენილია წრეწირები, რომლებსაც აქვთ საერთო ცენტრი და სხვადასხვა რადიუსი აქვთ, ხო? დააკვირდით, ახლა დავწეროთ, მოდი, აი ამ D-ს დაარქვეს რგოლის სიგანე.
რგოლის სიგანე როგორ შეიძლება რომ ვიანგარიშოთ? D უდრის დიდ რადიუსს R1-ს გამოკლებული პატარა რადიუსი R2. ახლა განვიხილოთ ამოცანები თქვენი სახელმძღვანელოდან. ნახაზზე წარმოდგენილია ორი წრეწირი, რომელსაც საერთო ცენტრი აქვს. ასეთ წრეწირებს კონცენტრულ წრეწირებს უწოდებენ. გვაქვს მოცემული ამოცანაში კონცენტრული წრეწირები. და ამ კონცენტრული წრეწირებით შექმნილი რგოლის სიგრძე არის 0.9 დეციმეტრი. დიდი წრეწირის რადიუსი OB გამოდის არის 4.5 დეციმეტრი. O არის წრეწირების საერთო ცენტრი, როგორც ვთქვით და როგორც მივხვდით, A წერტილი მცირე წრეწირზე დევს და B წერტილი დიდ წრეწირზე დევს. AB სიგრძე, AB მონაკვეთის სიგრძე არის 3 დეციმეტრი და ამოცანა გთხოვს, რომ გავიგოთ AOB სამკუთხედის პერიმეტრი. ჩავწეროთ ახლა პერიმეტრი AOB სამკუთხედისა არის აი გვერდების ჯამი ხომ, როგორც გვახსოვს OA, აი ამ გვერდს მიმატებული AB გვერდის სიგრძე, AB გვერდის მიმატებული OB გვერდის სიგრძე. მოდით ახლა ვნახოთ. AB გვერდის სიგრძე ვიცით არის 3 დეციმეტრი. OB გვერდის სიგრძეც ვიცით, ეს არის დიდი რადიუსი, არის 4.5 დეციმეტრი, ხო? გვრჩება OA გვერდის სიგრძე. რა ვქნათ ახლა, როგორ გავიგოთ OA გვერდის სიგრძე? აბა დააკვირდით ახლა. დიდ რადიუსს რომ რგოლის სიგანე გამოვაკლოთ, გვრჩება პატარა რადიუსი. მაშინ დავწეროთ, რომ OA უდრის დიდ რადიუსს 4.5-ს გამოვაკლოთ რგოლის სიგანე, ანუ 0.9, ეს იქნება აწილადს ვაკლებთ აწილადს, ხომ წილად ნაწილებში 15-ს გამოვაკლოთ 9 არის 6 და მთელ ნაწილებში აქ 3 დაგვრჩა, იქნება 3. ესე იგი OA სიგრძე არის 3.6 დეციმეტრი. ახლა უკვე ჩვენ შეგვიძლია რომ ვიანგარიშოთ რას უდრის პერიმეტრი. პერიმეტრი უდრის, შევიტანოთ პირდაპირ OA სიგრძე, ვიცით, არის 3.6, მივუმატოთ AB სიგრძე მოცემული გქონდა ხო? არის 3 დეციმეტრი, მივუმატოთ OB სიგრძე მოცემული გვაქვს 4.5. შევკრიბოთ ახლა და ნახოთ. აწილადში 3-ს არ აქვს, 3 ნატურალური რიცხვია, წილად ნაწილებს ვკრებთ ჯერ 6 მივუმატოთ 5 არის 11, 1-ს ვიმახსოვრებთ, აქ გვაქვს 3, 3 და 4, 10 სულ და 1 დამახსოვრებული 11. მაშასადამე OAB სამკუთხედის პერიმეტრი ყოფილა 11.1 დეციმეტრი. ახლა განვიხილოთ ასეთი ამოცანა. ორი ტოლი წრეწირი გვაქვს. თითოეულის რადიუსი არის 2.3 დეციმეტრი. ესე იგი, აი ამ მანძილზეა ლაპარაკი. ეს სიგრძე არის 2.3 დეციმეტრი. მათ ცენტრებს შორის მანძილი, აი ამ ცენტრებს შორის მანძილი რადიუსზე 4-ჯერ მეტია. ერთ-ერთი წრეწირის A წერტილი მეორე წრეწირის ცენტრიდან არის დაშორებული 9.5 დეციმეტრით. იპოვეთ O პირველი სამკუთხედის პერიმეტრიო. აბა ნახოთ ახლა როგორ ვიპოვოთ. ისევ მოდით დავწეროთ ჯერ პერიმეტრი O პირველისა, რომ ვიპოვოთ, როგორ უნდა მოვიქცეთ. სამივე გვერდის სიგრძე უნდა შევკრიბოთ, ხო? OA-ს მივუმატოთ
O პირველ A დავწეროთ O1A და მივუმატოთ O1 სიგრძე. O1 სიგრძე. ახლა უკვე გავარკვიოთ, რომელი ვიცით და რა გვაქვს მოცემული და რა უნდა გავიგოთ. OA სიგრძე მოცემული გვაქვს, ეს არის 9.5 დეციმეტრი. ახლა ვნახოთ, პატარა რადიუსიც მოცემული გვაქვს და ეს იყო 2.3 დეციმეტრი. ხოლო ცენტრებს შორის მანძილი არ ვიცით და გვითხრეს, რომ არის რადიუსზე 4-ჯერ მეტიო. მოდით ახლა გავიგოთ ცენტრებს შორის მანძილი. რადიუსი არის 2.3, მასზე 4-ჯერ მეტი, რომ გავიგოთ 4-ზე გავამრავლოთ, იქნება აქ 3-ჯერ 4 12, უკვე ჩვენ მე მგონი შეგვიძლია უკვე რომ აღარ დავწეროთ ქვეშ მიწერი და ზეპირად ვიანგარიშოთ. 12 ერთს ვიმახსოვრებთ და 2-ჯერ 4 არის 8 და 1-იც 9, ანუ 9.2 დეციმეტრი. ახლა მოდი ავდგეთ და შევიტანოთ მათი მნიშვნელობები და გავიგოთ პერიმეტრი რა იქნება. პერიმეტრი იქნება OA სიგრძე არის 9.5 დეციმეტრი. აი ეს ერთი რადიუსი, ანუ O1A სიგრძე არის 2.3 დეციმეტრი და მივუმატოთ ცენტრებს შორის მანძილი O1 სიგრძე ვიანგარიშეთ ჩვენ იყო 9.2, ხო? შევკრიბოთ ახლა. აწილად ნაწილში გვექნება, შეხედეთ ზუსტად 1, ხო? ზუსტად 1, ამიტომ მოდით აწილადში აღარ დავწეროთ არაფერი, ერთს ვიმახსოვრებთ. ახლა გადავდივართ ერთეულებში, 9-ს 9 მივუმატოთ 18, ეს იქნება 20 და 1 დამახსოვრებული 21. მაშასადამე მივიღეთ, რომ აი ამ მოცემული O1A სამკუთხედის პერიმეტრი ყოფილა 21 სანტიმეტრი. განვიხილოთ ასეთი ამოცანა. ორი წრეწირი, რომელთაგან თითოეულის რადიუსი არის 4.3 დეციმეტრი, მოდი დავაწეროთ აქ 4.3 დეციმეტრი, კვეთს ერთმანეთს A და B წერტილში. O და P არის ამ წრეწირების ცენტრები და OP უდრის 6 დეციმეტრს. ანუ ცენტრებს შორის მანძილი არის 6 დეციმეტრი. იპოვეთ OAPB 4-კუთხედის პერიმეტრი და OBP 3-კუთხედის პერიმეტრიო. აბა ვნახოთ ახლა როგორ ვიმსჯელოთ. ესე იგი ჩვენ გვინდა აი ამ 4-კუთხედის პერიმეტრის პოვნა. დავაკვირდეთ ახლა. PB არის ამ წრეწირის რადიუსი, ხო? ახლა ვნახოთ, AP რა იქნება ამ წრეწირისთვის? ესეც არის ამ წრეწირის რადიუსი. რადიუსის სიგრძე კი 4.3-ია. ეს ორი გვერდი ვიცით. ახლა წამოვედით აქეთ. ჩვენ პირობამ გვითხრა, რომ წრეწირების რადიუსები არის ერთმანეთის ტოლი, ანუ OB არის ამ წრეწირისთვის რადიუსი, რომლის სიგრძეც ვიცით უკვე და OA-ც არის რადიუსი. მაშასადამე ჩვენ მივიღეთ 4-კუთხედი, რომლის 4-ვე გვერდი არის ერთმანეთის ტოლი. და მოდით ახლა და დავწეროთ უკვე. პერიმეტრი უდრის 4-ვე გვერდი ერთმანეთის ტოლია, რომელიდანაც თითოეული 4.3 დეციმეტრი სიგრძის არის. მაშინ დავწეროთ ეს 4.3 უნდა გავამრავლოთ 4-ზე. გვექნება 12, ძიმით გამოვყოთ და აქ გვექნება 4x4 16 და 1 დამახსოვრებული 17. ანუ პერიმეტრი ყოფილა 17.2 დეციმეტრი. ახლა როგორ მოვიქცეთ ჩვენ OBP სამკუთხედის პერიმეტრი რომ გავიგოთ. დავაკვირდეთ ახლა OBP სამკუთხედში ვიცით ორი გვერდი
აი ეს ფერდები არის ერთმანეთის ტოლი და ესეც არის 4.3 და OP კი არის ცენტრებს შორის მანძილი, რომელიც გვითხრეს, რომ არის 6 დეციმეტრი. მაშინ დავწეროთ ახლა პერიმეტრი OP სამკუთხედისა. გვექნება 4.3. მოდით ავდგეთ და გავამრავლოთ 2-ზე. ხომ შეგვიძლია, უნდა შეგვეკრიბა, ხო? მივუმატოთ 6. იქნება 4.3 რომ გავამრავლოთ 2-ზე იქნება 8.6. მივუმატოთ 6, ეს იქნება 14.6 დეციმეტრი. აი, ამოცანა ამოხსნილია. ახლა ასეთი ამოცანა განვიხილოთ. 3 წრეწირი გარედან ეხება ერთმანეთს. ისე როგორც ნახაზია გამოსახული. მათი რადიუსებია 8 სანტიმეტრი, 7.2 სანტიმეტრი და 5.1 სანტიმეტრი. იპოვეთ იმ სამკუთხედის პერიმეტრი, რომლის წვეროები წრეწირების ცენტრებია. შევხედოთ, მაშინ საჭიროა ახლა ჩვენ რომ შევაერთოთ ეს ცენტრები ერთმანეთთან, ხომ? 1 გვერდი, 2 გვერდი და 3 გვერდი. მოდით დავაწეროთ ახლა რაც ვიცით, ხომ? ყველაზე დიდი წრეწირი ეს გვაქვს, ამიტომ დავაწეროთ ამას 8 სანტიმეტრი რადიუსი. ამ წრეწირის რადიუსი იქნება 7.2 სანტიმეტრი და ამ წრეწირის რადიუსს დავაწეროთ 5.1 სანტიმეტრი. აბა შეხედეთ ახლა როგორ ვიმსჯელოთ ჩვენ. ჩვენ გვინდა 3-ვე გვერდის ჯამი, ხომ? პერიმეტრს გვეკითხებიან. აბა დავაკვირდეთ ახლა. 3-ვე გვერდის ჯამი რომ ვიპოვოთ, შეხედეთ, ეს არის 8 სანტიმეტრი. მივუმატეთ კიდევ ერთი 8 სანტიმეტრი, ხომ? ორჯერ გამოგვივიდა. მივუმატეთ 5.1 და მივუმატეთ კიდევ ერთხელ 5.1. ახლა აქეთ გადმოვედით, მივუმატეთ 7.2 და კიდევ ერთხელ 7.2. მაშასადამე პერიმეტრი რომ ვიპოვოთ, თურმე საკმარისია, რომ 3-ვე რადიუსი შევკრიბოთ და გავამრავლოთ 2-ზე, ხომ? თითოეული ჩვენ ორ-ორჯერ მოგვიწია რომ შეგვეკრიბა. ანუ დავწეროთ 2 გამრავლებული ამ 3 რადიუსის ჯამზე. 8 მიმატებული 7.2 და მიმატებული 5.1. ეს იქნება 2 გამრავლებული. შევკრიბოთ აწილადებში, გვექნება 3/1, აქ გვექნება 15/5 იქნება 20, ხო? და ახლა გავამრავლოთ უკვე 2/20-ზე. იქნება 40.6 სანტიმეტრი. მაშასადამე აი ამ სამკუთხედის პერიმეტრი ყოფილა 40.6 სანტიმეტრი. ჩვენ განვიხილეთ 2 წრეწირის ურთიერთგანლაგების შემთხვევები. ჩვენი გაკვეთილი დასრულებულია. გისურვებთ წარმატებებს.